what up? It's Georgia, baby. To be part of the wave, can't stop, ever wonder if it's all for you. The world I love, the trains I hop, to be part of the wave, can't stop, come and tell me when it's time to. და ვიდეოს შემდეგ შემოგიერთით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. დღევანდელი ჩვენი სტუმარია გვანცა დაშნიანი, აისებ ქუთაისის წევრი, რომელმაც უნდა მოგვიამბოს პროექტის ახალგაზრდები გარემოსთვის შესახებ. მადლობა გვანცა სტუმრობისთვის. გამარჯობა დილამშვიდობის, მოგესალმებით თქვენთ და თქვენს მაყურებელსაც. მოკლედ დიდი ხანია გეგმავ თქვენთან სტუმრობას და ესე დილა ადრიან ორშაბათს მოვედით და ალბათ დიდი და მეულადარი ჩვენს გადაწყვეტილების დაემუხტებით და მადლობა რომ მასპინძლობთ. რომ მოგვიყვეთ თავიდან ამ პროექტის შესახებ და მე უშუალოდ იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც ახორციელებთ. ახალგაზრდები გარემოსთვის hands-on environment-ი აისებ ქუთაისმა წელს პირველად განახორციელა და შედეგმა მოლოდის გადააჭარბა. ნამდვილად შემიძლია ეს დადასტურებით თქვა. აისებ ცოტას გეტყვით აისებ-ზე ზოგადად ორგანიზაციაზე. აისებ კი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს გაცვლით პროგრამებს და ის არის მსოფლიოს 126 ქვეყანას მოიცავს დღესდღეობით. ქუთაისში არსებობს უკვე 2013 წლიდან და რაც შეეხება ახლა უშუალოდ პროექტს. პროექტში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 25 ახალგაზრდამ. პირველი პროექტი დასრულდა, პირველი ნაწილი პროექტისა დასრულდა აგვისტოს და დააგვირგვინეთ Global Village-ით და პროექტმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა. ეს იყო ახალგაზრდები გარემოსთვის, ეს იყო პროექტი, როდესაც ეს მონაწილეები უშუალოდ გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ზრუნავდნენ გარემოზე ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში. და ეს ვიდეოშიც ვნახეთ ხო, ეს ნაჩვენები იყო. ახლა უფრო კონკრეტულად რომ გადავიდეთ ამ ახალგაზრდები გარემოს ამ პროექტის ფარგლებში, სად იყავით, რა დაალაგეთ, ესე ვთქვათ, რა გააკეთეთ ქუთაისში. მოკლედ ეს დაბალაკეთ გახდა social Excel-ში ეს სიტყვა, რომელიც თან დასდევს და მიეკრა ამ ჩვენ პროექტს. პროექტი დაიწყო თავიდან სესიებით, ახალგაზრდებს უტარდებოდათ სესიები. პირველად ისინი როდესაც ჩამოვიდნენ ქუთაისში, უნდა გაცნობოდნენ რა თქმა უნდა ქვეყანას, ქალაქს, ჩვენს პრობლემებს. შემდეგ მოხდა ისე რომ 25 წევრი უკვე ძალიან ბევრია და მოხდა მათი გაყოფა ჯგუფებად. იყო 3 ჯგუფი, წყლის დამცველები, მეორადი გადამუშავების დამცველები და ნიადაგის დამცველები. ხო და მე შემდეგ ამ 3 ჯგუფს მიეცა ყველაფერი სრულიად თავისუფლება და ისინი იყვნენ თავისუფლება არ შეგვიზღუდავს არაფერში, თვითონ მოიფიქრეს ღონისძიებები, რომლებიც უნდათ რომ განევითარებინათ. პირველი რა თქმა უნდა დაიწყენ ამ ახალგაზრდებმა კვლევით და გავიდნენ მოსახლეობასთან, დაყვებოდნენ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ ესე თარჯიმის სახით დაყვებოდნენ მათ, იმიტომ რომ როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ქუთაისში საერთოდ საქართველოში ჭირს ხოლმე კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩვენ ინგლისური არ იციან მოსახლეობა. ქართველებთანაც უჭირთ ზოგადად კომუნიკაცია რა მოგვიყვება. დიახ და შემდეგ იყო ესეთ ღონისძიებები, ამ პროექტის განმავლობაში გადახორციელდა სხვა ღონისძიებები. ეს იყო დასუფთავების ღონისძიება, სხვადასხვა ფლეშმობები, სხვადასხვა geocaching-ები. Geocaching იყო ერთ-ერთი ღონისძიება, როდესაც ამ დღის განმავლობაში 2 დღეზე გადანაწილდა. პირველ დღეს ჩვენ გავედით მონაწილეები
ამ პროგრამის მონაწილეებმა აირჩიენ თავად გაუკეთენ ორგანიზება ამ geocaching-ს, თავად იყიდენ რუკები, თავად შეადგენენ ის ადგილები, geocaching-ი ალბათ ყველამ ვიცით რაც არის, თავად აირჩიენ ქუთაისში რუკაზე ის ადგილები, სადაც უნდა მონაწილეები გასულიყვნენ და მთელი დღის განმავლობაში, 1 საათის განმავლობაში მონაწილეებს უნდა აეგროვებინათ ქუთაისის მასშტაბით პლასტმასის ბოთლები. ამით ისინი ეს უფრო გახდებოდა დასუფთავება გახდებოდა უფრო ხალისიანი, უფრო რაც პოზიტიური და ესე გადაწყვეტენ, რომ შემდეგ მეორე დღე იყო ესეთი geocaching-ის მეორე დღე იყო ესეთი, რომ ამ შეგროვებული პლასტიკური ბოთლებით უნდა აეწყოთ რაიმე ნივთი. ეს მეორე ტიპი. კაცუდა. რომელიც თავგით ქალაქის ცენტრში იყო 2 დღე წავიერი. ამ კონკრეტულ ეტაპზე რამდენი უცხოეს მასპინძლობდით? 25 იყო აი ამ პროექტზე. და რომელი ქვეყნებიდან იყვნენ? სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები? არა, ეს იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან იყო გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პორტუგალია, ეგვიპტე, ომანი, ირანი და საკმაოდ მრავალფეროვანი სტუდენტები ყოლია. და ეს თქვენი აქტივობები ქუთაისში ხორციელდებოდა მხოლოდ თუ ცდებოდა ქუთაისის საერთოდ? მხოლოდ ქუთაისში არ ხორციელდებოდა, ჩვენ გათვლილი გქონდა, ანუ სწორედ ამას ვიძახილებ, არ შევწყვეტეთ არაფერში, რაც გინდათ ის გააკეთეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ამ მონაწილეებმა ეს პროექტი თვითონ აირჩიეს. პირველი პროექტი იყო, რაც დავდეთ, ავტვირთეთ საიტზე და მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ჩართულობა ძალიან დიდი იყო, არ მოველოდით, ჩვენც ძალიან შეშინებულები ვიყავით, იმიტომ რომ პირველი პროექტია, ცოტა რთულია, ცოტა რაღაც თავისი რაღაც ჭირდება. პრობლემები მოყვება ყველაფერს. რომელ რეგიონებში გავიდნენ თუ შაბათ-კვირას მათ ჰქონდათ, შაბათ-კვირას მათ ჰქონდათ თავისუფალი დღეები და არ უნდა ემუშაოთ, უბრალოდ შაბათ-კვირა იყო იმისთვის, რომ ემოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სადაც კი წავიდნენ, ეს არ იყო ჩვენ გადავალებული, თავად თავისი სურვილით გააკეთეს ეს. რა თქმა უნდა, მე Facebook-ზე შექმნენ გვერდები წყლის დამცველების, მეორად გადამუშავების დამცველების და ნიადაგის დამცველების და ეს გვერდები დღესაც კი არსებობს და დღესაც კი ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, ვიდეოებს ტვირთავენ და კარგი იქნება თუ ქართველი საზოგადოება ამას ნახავს და ალაიქებს და გაყვება ამ გვერდებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ჩვენ აუცილებლად ჩვენთან გვერდზე, როდესაც შენი განაცემის შენი ნაწილი აიტვირთება და შეუძლია ჩვენს მაყურებლებსაც რომ ნახონ ეს ვიდეოები. დიახ, ასე რომ იყვნენ სვანეთში, სვანეთი რა თქმა უნდა მარტვილში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სადაც რაიმე საინტერესოს ნახვა შეიძლება და საინტერესოს, მაგრამ სვანეთში გადაიყვნენ ფოტოები და იყვნენ ძალიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ ნახენ დაბინძურებული გარემო, დაბინძურებული კუთხეები და ეს ატვირთე კიდევ ასე მთელი ერთი კვირის განმავლობაში იმდენად შოკში იყვნენ, ვერ გამოვიდნენ ამ ლამაზბინებას დაბინძურებულები. ხო, ვერ გამოვიდნენ ამ შთაბეჭდილებიდან და ერთი კვირის განმავლობაში სულ ყოველ დღე ტვირთავდნენ, ყოველ დღე დებდნენ და ინგლისურად და მე ქართულად თარგმნით ხოლმე. და ამ ყველაფერს ანუ რა შედეგი შეიძლება მოყოს, ანუ რა ელოდებით პროექტიდან, ამას გამოხმაურება ექნება მერიიდან, დასუფთავების სამსახურიდან თუ რაიმე სხვა მიზნები გვაქვს უფრო? მერიასთან თანამშრომლობდით, ეს აუცილებლად აღნიშნოს, იმიტომ რომ მერიასთან თანამშრომლობით და მასთან თანამშრომლობით შედგა თავიდან ბოლომდე ეს პროექტი. და რაც ყველაზე მე მეტად ახალებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ 1-2 თვე გრძელდებოდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ამ პროექტში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ახალგაზრდებიც, ქუთაისელი ახალგაზრდებიც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ცნობიერების ამაღლება, რაც ყველაზე მეტად მე მგონი მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ მხრივ, ეს ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით, მართალია მცირე, მაგრამ რა ვიცი, გეგმავთ რომ წინ წავიდეთ. და შენ თქვი რომ იყვნენ ძალიან ბევრი ქვეყნიდან სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა კულტურას შესაბამისად განსხვავებულია, ჩვენთან საქართველოში ძალიან სპეციფიკური კულტურა და წესები გვაქვს. როგორ შეეწყნენ ისინი ერთმანეთს და შემდეგ ჩვენთან გარემოს საქართველოში? ეს იყო არაჩვეულებრივი ნამდვილად და ძალიან შესანიშნავი, იმიტომ რომ ერთად ცხოვრობდნენ, ძალიან კარგად შეეწყნენ ერთმანეთს, იყვნენ მარტყმში როცა იყვნენ, იყო ძალიან დიდი, ძალიან წვიმა იყო, ძალიან წვიმა იყო და ჩვენთან თქვენ რომ აღნიშნეთ კიდევაც რომ ესე წვიმა არ უნახავთ, ჩქარი და ისეთი ძლიერი. ხო და იქ რამდენიმე რაღაც ხო იცით გასაჭირში უფრო მეგობარს და რაღაც ადამიანს უფრო იახლოვებ და უფრო ახლოვდებით გასაჭირში და ძალიან შეეწყნენ ერთმანეთს და ჩვენც ანალოგიურად გავხდით რაღაც მეგობრები
და ეს იყო მართლა არჩეულებრივი და შესანიშნავი ერთი თვე. ცოტა არაოფიციალურ ნაწილზე რომ გადავიდეთ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და განახორციელეთ, ხა ცოტა არაოფიციალურ ზოლობებად, მაგალითად ჩანდა კერძების მომზადების პროცესი. ხო, კერძები ხარ. ალბათ კონტროლი გაცვლაც მოხდა რაღაცა. კი, კონტროლი გლობალური გეტყვის თუ არ მithქვამს, რომ გლობალური ჯი არის ესეთი ღონისძიება, ესეთი ჩვეულებრივ გამოყოფილი, იმიტომ რომ ეს მოხდეს კულტურული გაცვლა, კულტურული ღონისძიება და ამ დღეს ეს ჩვენი გაცვლითი პროგრამის მონაწილეები გამოდიან წარადგენენ თავის ქვეყანას პრეზენტაციის სახით და აქვთ იმის საშუალება, რომ თავის საკვებიც გაგვიზიარონ. ხო და ეს არის უკვე ოფიციალური მხარე ამ კულტურული გაცვლით, მაგრამ ამას გარდა ჩვენ რა თქმა უნდა სულ ერთად ცდილობდით და ქართული სამზარეულოც გავაცანით და იმათმაც გაგვაცნენ თავის სამზარეულო. დიდია აღფრთოვანება გამოიწვია ხაჭაპურმა გერმანელ ჩვენს სტუმარში, გერმანელ გოგონას ძალიან მოეწონა და სულ ხაჭაპურს ჭამდა. ხო და ხინკალიც ძალიან მოეწონათ და ცოტა იქეთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არ იყვნენ დიდად აღფრთოვანებული ხაჭაპურით, იმიტომ რომ ეს რამდენი ყველია, შეიძლება ამდენი ყველი. ერთი კურიოზიც გადახდათ თავს, როდესაც იყვნენ მარტვილში, იქ პიცა შეუკვეთენ და პიცას არ ქონდა ყველი, ყველის გარეშე იყო პიცა და ყველი არა გაქვთ რა თქმა უნდა მანდ იყო პრობლემა კომუნიკაციის რომ არ ესმოდოთ ჩვენიო და ყველი გვინდა ყველი აქო და ყველი არა ბაში ხაჭაპური გაქვთ ხო ხაჭაპური კი არა ხაჭაპურში თუ გაქვთ ყველი პიცაში ყველი როგორ არა გაქვთ და ეს იყო ეს სამოდოსნორი პიცა შეუკვეთოთ თუ ცნაურ ადგილას ალბათ ძალიან შენ თქვი რომ ძალიან ბევრი ღონისძიებები ჩაატარეთ ერთად იყავით სულ ძალიან ბევრი მოგონებები გექნება მაგრამ რა დაგამახსოვრდა ყველაზე გამორჩეულად რა აქტივობა ან რომელიმე კონკრეტული სტუმარი რომელსაც რაიმე ესეთი კაცო ოფიციალურ მხარეს გადავწდით ხო ეხლა შეიძლება შეიძლება ისე ვისაუბრო არის ეს სორთული ანამდვილად გამოყოფა ერთი დღის მაგრამ ერთ დამამახსოვრდა რომ ისა აქეთ არ ვიყავი დაბადების დღე მქონდა და ის ხომ მომილოცენ რაღაც განსხვავებულად და ორიგინალურად და შემდეგ რო ჩამოვედი ყველა ძალიან თბილად დამხვდა და ის დღე იყო მართლა გამორჩეოდა ყველაზე დასამახსოვრებელი იმიტომ რომ დავბრუნდი ქუთაისში ძალიან თბილად დამხსნენ და რაღაც გამარჯვების მერე ხომ მომიკითხენ რაღაცები და მე გადავიდნენ ეგრევე რომ ეს ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს რომ გადავიდნენ რომ ხვალ აქ უნდა წავყო იმიტომ რომ ეს გვინდა რომ გავაკეთოთ და შენ უნდა გვითარგმნო და მე ჩვენ უნდა ავტვირთოთ ეს Facebook-ზე და ეს უნდა გავაკეთოთ და ეს რაღაც ღირებულებები რაც არის და რაც ძალიან მომწონს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და უფრო უდიდესი мотиваცია მომცა და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, არა მხოლოდ ამ ადამიანებისგან, ჩემ ქალაქზე ბევრი რამე ვისწავლე. ხომ მეგონა რომ რა თქმა უნდა, ეხა ამ ქალაქში ვცხოვრობ და აქ ვარ დღემდე და ვინ რა უნდა მასწავლოს. ვინ რა უნდა მითხრას? პრობლემა რა არის ეკოლოგიური ქუთაისში და რას უკაცრავად, საერთოდ არ არის ეგრე და სხვის თვალით დანახული ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა. და რო გითხრათ, ბოლოს სამომავლო გეგმების შესახებ, თუ იგეგმება კიდე ასეთი რა, მან სხვა ქვეყნებში თუ იგეგმება და ჩვენი ქართველები თუ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. სხვა ქვეყნებში არ მგონია, არ იგეგმება, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს ჩვენი მიერ წარდგენილი პროექტი. ეხლა სამომავლო გეგმები არის ის, რომ ამ დროის განმავლობაში კიდევ ხორციელდება ახალგაზრდების გარემოსთვის მეორე პროექტი და დღესაც ჩვენ ყავს სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი ახორციელებენ ზუსტად იგივე პროექტს, ოღონდ სხვადასხვა ხედვებით და რა თქმა უნდა ეს ისეთი პროექტია, რომ თავისუფალი ხარ ყველაფერში და არ მიბაძავ შენს წინამორბედს და შეგიძლია ყველაფერი თავისუფალი ხარ და შეგიძლია შენი ხედვებით რაღაცები გააკეთო. და ამ ყველაფრის მიმდინარეობის დროს რო გითხრა, თუ გინდა ერთი, თუ გინდა ორი, თუ გინდა სამი მნიშვნელოვანი პრობლემა ან ძირითადი სათქმელი თქვენი და თან დამშვიდობებით მაღალმთის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. დამიქმეთ ეს დრო და მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რატომაც მოვედი აქ ამ დილა ადრიან ორშაბათს დილას მინდა გითხრათ, რომ ეს არის ის მწვავე ეკოლოგიური პრობლემა, რის წინაშეც ახლა საქართველოს დგას და ქუთაისი, რატომაც მოსახლეობას ავიწყდება და ეს არც არის განხილვისაგანი, რომ ამ ყოფითი პრობლემების შემდეგ ავიწყდებათ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც არის ჰაერი, რომელსაც ჩვენ სულ ვდგავთ და წყალი, რომელსაც ესე ვაბინძურებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობა ნაგავს და თავის ნარჩენებს ყრის და ანაგვიანებს გარემოს და ეს არის ძალიან ცუდი. ალბათ ყველა ადამიანის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს ის, რომ ნაგავი ძირს არ უნდა დავყაროთ.
და ჩვენ ახლა მეორადი გადამუშავებამდე ძალიან უნდა მივიდეთ და წინ ძალიან ბევრი ნაბიჯები გვაქვს გადასაქმელი, მაგრამ პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ ნაგავი ძირს არ უნდა დავყაროთ და თუ შემდეგ დავახარისხებთ ჩვენს ნარჩენებს, ეს იქნება არაჩვეულებრივი და ძალიან უკეთესი. ასე რომ მოუწოდოთ ჩვენს მაყურებელს გაუფრთხილდნენ თავის გარემოს, გაუფრთხილდნენ ჰაერს, რომელსაც უნდავენ და გაუფრთხილდნენ წყალს, რომელსაც სვამენ და აუცილებლად გარემოს, სადაც ისინი და მათი შვილები მოძრაობენ. ჩვენი სტუმარი განსაკუთრებით სტუმრობისთვის და იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენ ამ პროექტის პარკებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგებოდა და ყოველ ახალ აქტივობაზე, ესეც საინტერესო აქტივობაზე გელოდებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ახლა ძალიან პოზიტიურად თავი მოხდე და მადლობა თქვენ. ჩვენ სარეკლამო ჭრაზე შევდივართ, რეკლამის შემდეგ კი დაგებრუნდებით.